ჩომაკ შენი ბაღი გიშრის სამწამახაჩო მე ყოველღამე ვიღიმის როცა ყვავილებს დარაჯო საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო არ მოგეჩვენათ არაჩვეულებრივი შესრულების ფონზე ჩვენი ხმაც ჟღერდა ჩემი და ჩემი გადასარევი გრიგალივით სტუმრის ხმა რომელიც ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია თქვენი ჩემი საყვარელი ანსამბლის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია და ჩემი განსაკუთრებული მეგობარი და საყვარელი ადამიანია კახა გრიგალაშვილია ჩემი დღევანდელი სტუმარი იმის ნაცვლად რომ გადაცემა წარმედგინა პირდაპირ სტუმრით გიდექით რადგანაც რაღაცა ხმა ეგრევე შემოვიყვანეთ ეთერში და ვამღერეთ ცოცხლადაც და ამიტომაც მომიწია ასე თუმცა არ გაგიჭირდებოდათ იმის მიხვედრა რომ არტისტული ოთხშაბათი დაიწყო სალომე ბაკურაძესთან ერთად და სტუმარი კი იცით უკვე ვინ არის ჩემს გვერდით მიმშვენებს გაბრიალებული გვერდზე აგერ როგორ ხარ კახა შემოგევლი ძალიან მიხარია შენთან რო ვარ მივესალმები შენს მსმენელს ძალიან მიყვარხარ მიყვარს შენი შემოქმედება და ძალიან გულშემატკივრობ მოკლედ მეც ძალიან მიყვარხარ ვერ ვარკვევ ხოლმე სცენაზე რო დგახართ რაღაცა ნუ დედაენაცვალოსავით გრძნობა ვერ მექნება იმიტომ რომ ასაკობრივად არ არის ჩემფერი მაგრამ ისე პატარა ხარ არა ხო და აი დედაენაცვალოს არ გამოდის მიხდი აი რაღაცა ძმებს რო ხედავ რო აი რაღაც ზალა და მით უმეტეს თქვენთან ერთად სიმღერა ჩემთვის სცენაზე არის ძალიან დიდი პატივით ჩვენ სიმღერა ერთხელ ხო ცადეთ სერიოზულად კი არ ცადეთ ჟღერს და ალბომშიც არის თან ახლა იმერლები ვართ ორივე გვარით და გვარით რატომ ისე რა დამეცი არა ისე არა ის შენთან თლა წარმოშობით შემოგევლოდა ხო შიანი სიმღერა ის ძალიან ჩემი ერთ-ერთი ძალიან საყვარელი და ჩემი ერთ-ერთი ძალიან საყვარელი სიმღერაა და ასე ვთქვათ ჩემ შემოქმედებაში რაღაც განსაკუთრებული ადგილი ბატონ მალაზონიას კაი გამოვიდა კაი ვერსია ხალხურ მოტივებზე ესე ჩვენი ვეთავაცეთ მეტროვე ჟღერადობით და განსაკუთრებული ჰარმონიით იმიტომ რომ ამ სიმღერის ასეთ ჰარმონიაში შესრულება არავის არ უცდია მე მგონი აზრათაც არ მოსულიათ კი შენ ამ სიმღერის სხვა ვერსიაც ხო გაქვს ისეთ ხალხური უფრო და იქაც წინავდი როგორც ყველა სიმღერაში მოკლედ როგორც დავიწყე და აღვნიშნე ფანტასტიკური მომღერალი ხარ ჩემთვის და მიხარია რომ შენთან მეგობრობ და რა დიდი მადლობა მართლა მთელი გულით მიყვარხართ და არ დავიღლები იმის გამეორებით რომ ქართული ხმები ეს ის ანსამბლია რომელიც ყველა ქართველში ну არა მარტო ქართულში მაგრამ აი მე ქართველების სახელით რო ვისაუბრო რაღაც განსაკუთრებულ განცდებს აღძრავს და მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ ქართველებს ბევრი ძალიან კარგი ანსამბლები გვყავს ცალკე შემსრულებლებზე რო არ დავკონკრეტდე ჩემთვის ქართული ხმები რაღაცა სხვანაირი გული და სულია არ ვიცი ეს იმიტომ რომ თითოეულ თქვენთან წევრებთან განსაკუთრებული მაგრამ არა ამის გამო არა ნამდვილად ჟღერს ქართული ხმები მთელი სულით და გულით გარდა სწორად ნამღერისა და მგონია რომ ამ ანსამბლის მთავარი ხიბლით სწორედ ეგ არის რომ ქართულ სიმღერას გული და სული სჭირდება რაც ამ ანსამბლს ხავს თავისთავად შემოსალმები რა თქმა უნდა როგორც ყველა საქმეს ასევე მუსიკას თუ გული არ ახლავს და გული თუ არ ჩადა სიმღერაში მით უმეტეს არ გამოვა რა ხო მაგრამ არიან ადამიანები რომ თავის ხასიათი არ ჩანს ხოლმე ეს არის უბრალოდ ისტორია და არა მარტო სახელი რა ეხლა ჩვენზე წინ ჩვენი წინათაობის ბიჭები ატარებდნენ ამ სახელს და ატარებენ დღესაც რა თქმა უნდა მივესალმები აქედან ყველას უდიდესი პატივისცემი და უკვე რა ვიცი ნახევარ საუკუნეს ითვლის უკვე ეს ბრენდი თითქმის სადაცაა და მოკლედ ჩვენ აგერ მეორე თაობა ვართ მათ წარმომადგენლები და ყველანაირად ვცდილობთ რომ მართლა ბრენდის სახელი ხო ხო ის ასე ვთქვათ როგორ ვთქვათ თამასა არ დავუღდოთ რა ძირს და პირიქით თუ რამე შეგვიძლია ჩვენი ჭირებით ჩვენი პასუხისმგებლობით კიდევ ხო ხდები რა რომ ის რო რაღაცა ჭრდილი რო გადევს იმ დიდი სასწაულად მაგარი მომღერლების რა რომელსაც ჩვენი წინათაობის ბიჭები ახერხებდნენ და აკეთებდნენ ამ ყველაფერს კარგად შენს გინა არ გინა მოკლედ რაღაცა უნდა გააკეთო საინტერესო რომ რაღაც შემოხედო კი პასუხისმგებლობა გაწევს ამ დროს სულ მაგას რაღაც ისინი მომყავს ხოლმე რა მაგალითები ფეხბურთთან ხო შედარებები რა
სანამ ეს იამალი და ისინი გაიჩიტებოდნენ და ეხლა ბარსელონაში რა ხდებოდა საერთოდ, ანუ რა სპორტით იყვნენ დაკავებულები, ანუ ფეხბურთს თამაშობდნენ, ხოკეი საერთოდ არ მაინტერესებდა და ამიტომ ეს მარტო სახელი არაფერს არ ნიშნავს. მე სიმონე ითამაშოს იქ და იამალისნაირმა ბიჭებმა და აი მაშინ არის მე სახელი საინტერესო რა და ეს სახელი ნამდვილად პირიქით და მათთან ერთად ჩვენ რანუ ერთად რაღაცა მოვახერხეთ რომ აი ეს დიდი მესი და რონალდინიო და ეხლა აღარ ჩამოვთვლილი ამ ფეხბურთელებს ვინც ბარსელონაში თამაშობდნენ ხო რა აი ძველი ქართული ხმებინა ეხლა ზაური ბოლქაძე, გოგი დოლიძე ყველა რა მოკლედ რა აბსოლუტურად რომ აი ვიცი მართლა რომ ბარსას დონის საფეხბურთო კლუბი არის იმ დონის ანსამბლი იყო და მოკლედ ვცდილობს რომ ჩვენც არ ვიყოთ რაღაცა ის პახტაგორის რაღაცა ცდილობს და არაჩვეულებრივად გამოგდით და აგერ უკვე დაახლოებით 10 წლის შემდეგ მეორე სოლო კონცერტით ფილარმონიაში თორე ისე კონცერტები რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გაქვს მაგრამ აი უკვე ფილარმონიის დიდ კონცერტო სცენაზე 10 წლის შემდეგ თუ არ ვცდებ მე 12 წლის წინ მე მონაწილეობდი მაშინდელ კონცერტში და ამიტომ ხო 10 იმ ალბომში შენი სიმღერა შეტანილი ეს არის რაზეც ლაპარაკობთ და ფოტოც გვაქვს გადაღებული მე და ბაკურაძეებს პროფილში თქვენი ცნობილი ტრიო ბაკურაძეების კი თუმცა ჩანაწერში მომღერი ჩანაწერში მღერი კი კი ბატონო მოკლედ 20-21 ივნისი ეს ის თარიღია რომელიც თანაც 2 დღეა და ამიტომ გონია რომ კიდე აქ საქართველოს მოსახლეობას შანსი რომ ამ კონცერტზე მოხვდეს კი გულისხმობ რომ ერთი დღე რო ყოფილიყო უკვე ბილეთების ალბათ შოვნა გაჭირდებოდა და რადგან 2 დღეა კიდე არსებობს იმის შანსი რომ ყველა მსურველს და ასეთი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდეს ქართული ხმების კონცერტზე ეს აიუბილეო რაიმე თარიღი არ არის თუ არ ვცდები უბრალოდ ახალი პროგრამაა ახლა ხო ეს არის პროექტი დიახ რომლის იდეის ავტორის კვანცა მეფარიშვილი დიახ ჩვენი ანსამბლის და ოჯახის წევრი დიახ კი კვანცას დათოს მეუღლე დიახ ალბათ ჩვენ და ამ პროექტის ერთ-ერთი კიდე სული შემქმნელი და ორგანიზატორი და მოკლედ ესე გადავწყვიტეთ და ესე მოიფიქრეთ და ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს რომ ეს პროექტი ეძღვნება ზუსტად აი ზეგან ვინც ჩამოთვალეთ დიდ ბიჭებს დღევანდელი შემადგენლობით ვის ხელშიც ჩვენ გავიზარდეთ რა ანუ აი სტარტაპ ეტაპი რა ანუ სასიმღერო ვის ხელშიც გავიარეთ ესენი ჩამოვთვლი არ მეზარება იმ სახელების ეს არის ბატონი გვეამაყება კი არ გვეზარება თემურ ქევხიშვილი ანზორ კუმაიშვილი გოგი დოლიძე გია ჭირაქაძე გურამ თამაზაშვილი ზაურ ბოლქვაძე და გია ჭირაქაძე და რა თქმა უნდა ზურო ბაკურაძე რომელიც ჩვენთან ერთად ღეროდა და ერთად გავიზარდეთ მე და 90-წლიან ძალიან პატარა ბიჭები ვიყავით ჩვენ ერთმანეთი გავიცენით თემურთან ქევხიშვილთან მაესტროსთან და იქიდან მოვდივართ და სულაც უკვე დიდი ბიჭების სიაშია რა ხა თავის დროზე ყოველთვის სასურველია ემოციაში რომ მოხდე რა თქმა უნდა მაგრამ სულამ ძალიან ბევრი ანუ ასე ვთქვათ ძალიან დიდი გულის ტკენა და მისი წასვლა ამ ქვეყნიდან ზუსტად იქიდან იყო კი გამოწეული ეს პაუზაც ეს 10 წელიც ძლივსა ვეწყეთ მოკლედ ძლივს რაღაცა იმ მთელი წლებია ჭიდაობდით რა ერთმანეთთანაც ზოგადად რაღაცა და ვერც ვერაფერს ვერ ვფიქრობდით რა მოკლედ და აი მადლობა ღმერთს რა ვიცი მე ბადრი გამოჩნდა ჩიხიაშვილი ჩვენი ცოტა ახალი ენერგეტიკით ხო ახალი სისხლი ასე ვთქვა ხო რა გედი მოვიდა ეხა ჯინჯარაძე და მოკლედ რაღაცა გედი ჩემი უძვირფასესი მეგობარია ორი არაჩვეულებრივი ბიჭი და ორი არაჩვეულებრივი მუსიკოსი მომღერალი რომლებმაც აი ეს მართლა გამოაცოცხლეს ჩვენი ანსამბლი და ვიძახი რომ აი მაგარ ბიჭებს შეკუთვნით ეს პროექტი და ესე განახლებული შემადგენლობით, განახლებული რეპერტუარით შევეცდებით რომ საანგარიშო კონცერტი ჩაგვაბაროთ? ჩაგაბაროთ კი, იმიტომ რომ მართლა ეხა ეს არის უკვე რაღაც ჩვენი შემოქმედების ალბათ პიკი რა გინდა ბიოლოგიური აიღეთ და გინდა რა ვიცი შემოქმედებით ნებისმიერ კუთხით რომ შეხედე ხმა ჩვენც აღარა ვართ რა პატარა ბიჭები უკვე
და იქნა გამომდინარე რომ ეხლა ვისაც უძღვნით ასაკით რამოდენიმეზე უფროსი ვიყავი აგი გოგიდოლიძეზე სტავდასაზეც და ხო იქ ზურაზე აღარ ვლაპარაკობ გამოკლედ და მე და ჩემზე უფროსები არიან გიტიან ზამში ხო და იქიდან გამომდინარე მოკლედ ისე მოხდა რა რომ ეხლა მადლობა ღმერთს ცოცხლები ვართ და ისო ქართულს ვემსახურებ ქართულ სიმღერას და ისევ იმ საქმეს ვაგრძელებთ რომ ეს რავი იდეა რა სალომე შენ კარგად იცი რომ ეხლა ამ რა ქვია ქართული სიმღერით ეს არ არის სამსახური შეიძლება იყოს ეს არ არის კომერცია კი კომერცია ეს არის უბრალოდ იდეა და რომელსაც უბრალოდ უნდა აკეთებდე რა ადამიანი მე მეტი დეტალის გაგება მინდა კონცერტთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა რომ ჩვენს მსმენელებს ახლა აუცილებლად გახარ და რისი თქმაც შეგვიძლია და რომელი კარტის გახსნაც არა ნება შენია დიახ კი ბატონო უბრალოდ იქამდე რეკლამა გვაქვს და არაჩვეულებრივი ქართული ხმების სიმღერაც მინდა რომ ვაჩუქო ჩვენს მსმენელებს რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უსმენენ არტისტულ ოთხშაბათს და ცოტა ხანში დავბრუნდეთ ისევ დაგიბრუნდით ჩვენ ისევ ერთად ვართ მე და კახა გრიგალაშვილი ქართული ხმების თვალსაჩინო წარმომადგენელი ერთ-ერთი განსაკუთრებული და კახა ხელმძღვანელობაც ასე ვთქვათ შენითავსებ ხო ხელმძღვანელობას ჯგუფის თუ მენეჯერობას თუ არა ოფიციალურად და საბუთებთან დაკავშირებით ეხლა რაღაცა ჩვენ შეფეს ვიღაცა რომ უნდა ყოფილიყო შენ ხარ ეს მაგრამ აბსოლუტურად ისე გვაქვს გადანაწილებული მესმის ალბათ ფუნქციებზე არ არის ლაპარაკი ფუნქციები და რაღაც ხო როცა ბიუროკრატიასთან გვაქვს საქმე შეიძლება ამ კუთხით შენ ყველაზე ნიჭიერი აღმოჩნდა და მე შემტენეს ასე დამყოლი ხო დამყოლი და რაღაც ეს კომუნიკაციები ახლა ხო მარტოა რადიოში და თოფით უნდა ზდიო მოკლედ ბევრ საქმეზე რა რასი ამ ბიჭების გულისთვის და ამ ბიჭებთან ერთად რომ იყო იმის გულისთვის ღირს რაღაცებს დათმობას და გაკეთებას მე მთელი გადაცემა გული მიჩუყდება რა თქვენზე ისედაც გული მიჩუყდება და ახლა ძალიან მიჩუყდება საქმე ასაკში ვარ შემოსალმე აღარა ვარ თქო პატარა ხომ არ გეცინება არ მეძინებ ძალიან მეძინებოდა მაგრამ მინდა გაცადა ჩემო ძვირფასო ახლა მინდა მეტი დეტალის გარკვევა 20-21-ის კონცერტზე თავის რეჟისორიდან დაწყებული მუსიკალური შემადგენლობით რეპერტუარი დაახლოებით რაზე ვსაუბრობთ რა მოკლედ სხვა კონცერტებისგან განსხვავებით რა ხდება ფილარმონიაში მოსულ სტუმარს რა არის თქვენი ძირითადი სათქმელი გასაგებია ყოველთვის ერთია მაგრამ ამჯერად კიდევ უფრო მკაფიოა რას ეძღვნება და ვის ეძღვნება ეს კონცერტი თუმცა აი რეპერტუარულად და რისი გათქმაც შეგვიძლია ჩემოსალმე შენ კარგად იცი ჩვენი რეპერტუარიც და ჩვენი საშემსრულებლო მანერაც სტილიც და ნუ იმ სტილისტიკაში და იმ მანერაშიც და იმ ასე ვთქვათ მუსიკალურ ხედვებში ვტრიალებთ სადაც შეგიძლია რომ ქართული ხმები წარმოიდგინო რა მრავალხმოვანება და ის ქართული ტრადიციული საშემსრულებლო მანერა ასე ვთქვათ რომელსაც ყოველთვის ვთავაზობთ ჩვენ მსმენელს ამ ყველაფერზე ზრუნავს ჩემო სალომე არაჩვეულებრივი ნიჭიერი გალბატონი ქეთი გაბისიანი ჩვენი ქეთის მოკითხვა ჩვენი უაღრესად ახლო მეგობარიც და ყველაფერი მოკლედ აი ყველა სიმღერა რომელსაც ჩვენ ამ კონცერტზე მივღერებთ არის ქეთის მიერი ვერსია ქეთის დამუშავებული როგორც ვოკალური კუთხით ასევე მინდა აღვნიშნო რომ ამ კონცერტს გაახმოვანებს არაჩვეულებრივი ბენდი და ფანტასტიკური მუსიკოსები ძალიან ძლიერი და საამაყო მუსიკოსები ჩვენ ქვეყანაში ესენი არიან ბატონი დეისაძე ზაზა ცერცვაძე მენთეშაშვილი ირაკლი პატა ანდრიაძე გიგი ცინცაძე და დიტო საკანდელიძე ჩვენ პერკუსა და პატა ხوار გამოგჩნდა ანდრიაძე თქვი და რა ვიცი ხوار გიგი გამომჩეს ესე იგი რეჟისორი როგორც თქვი არის ვანსა მეპარიშვილი და ნუ ნეკა გასეპისკვერაძე გვეხმარება ძალიან ყველაფერში ანუ პროდიუსინგის თვალსაზრისით ნეკა ყოჩაღია და მასთან მუშაობა ძალიან დიდი კომფორტია ისედაც ადამიანი და ჩვენი მეგობარი და ლიკა ხუნწარია პიარის დასაჯდობებასთან მოკლედ ამ შემადგენლობით კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა მადლობას არასდროს არ იუწყებს ქართული ხმები და მინდა გადავუხადო მადლობა კულტურის სამინისტროს და ჩვენ ქალაქის მერიას რა თქმა უნდა ჩვენ რადიო პორტუნას და რადიო იმეც ახლა სადაც ვარ და რაც თავარია მოკლედ
ყველა იმ სპონსორს, რომელიც ჩვენ დაგიდგათ დავიდგა გვერდში, რა თქმა უნდა, განხორციელებაში. ამ იდეის განხორციელებაში სამწუხაროდ ახლა არ გვაქვს იმის საშუალება ყველა ჩამოვთვალოთ, მესმის. მაგრამ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვერდში დადგა და უნდა რომ ჩვენ ეს არის გამოვცოცხლდეთ და ისე ვიმსახუროთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც აგერ უკვე საქმემაც გამოაჩინა და არსებულმა რეალობამაც რომ მე ხალხსაც მოუნატრები ვარ. საჭირო ხო და გახდა. ჯერ შეგვიძლია მართლა, რა ეს არ არის ახლა რაღაცა რომ ცარიელ რაღაცებზე. წამო ხო გითხარი და ეხაც ვიმეორებ რა, რომ აი მოკლედ ეს დაგროვილი ენერგია, დაგროვილი გამოცდილება და მართლა ახლა შუა ასაკში ვარ. ნაფიქრი და მომზადებული. ნაფიქრი, მომზადებული, გააზრებული და სრულ მზადყოფნაში აი ყოველგვარი რაღაცა ზედმეტი იმის ფანტაზიები, მოგონილი რაღაცეების გარდა რა ხო მყაროთ ვთქვათ ახლა მიწაზე და არ დავფრინავთ მოკლედ დავდივართ ეს დავბაჭბეთ. აღა დროს თქვენი ფრენა. ხო, რა კი ბატონო. იმ ხელა გამოცდილების მქონე უნიჭიერეს ადამიანებს. ცოტა რეპერტუართან დაკავშირებით რა ხდება და ისიც გითხარით, რომ რეპერტუარს აი მინიშნებებს გაგიკეთებ. წერან ვინც ჩამოვთვალე ის ბიჭები, ვისაც ჩვენ ვუძღვნეთ ახლა ვის თითოეულ მათგანს დიდი ქართული ხმების და ასევე როგორც მაესტრო ანზორ ერქომაიშვილის და მაესტრო თემურ ქეფხიშვილის, სხვადასხვა ბატონი თემურ ქეფხიშვილი რაღაც პერიოდი ქართული ხმების ლოტყარიც იყო, შემადგენლობაში იყო და ხელმძღვანელობდა და მუსიკალურად, რა თქმა უნდა. აქვე არ შეიძლება არ გავიხსენო ბატონი თემურ ჭკუასელის ვაწყი და ყველა იმ მაესტრო ჩვენთან კიდე ჩვენთან მიმართებაში მაესტრო რობერტ გოგოლაშვილის ვაწყი, სადაც 10 წელი ვიმუშავეთ ერთად და კიდევ ვიმეორებ, რომ თუ კი რამე ისეთ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით მით უმეტეს მაშინ სასტარტაპო ეტაპში, ამ 5 ჩვენი კომპაქტ დისკი მასში ხა არ არის ისეთ საინტერესო, მაგრამ წარმოიდგინე 5 CD ალბომი გამოუშვით რა და აი როგორც ხალხური, ასევე საგალობლები, ასევე ქალაქური სიმღერები, ბატონი მამია ხატელიშვილის მთლიანი პროექტია, წარმოიდგინე ეს კლასიკურ ნაწარმოებებს 90% კლასიკური ნაწარმოებები აქვს ბატონ მამია ხატელიშვილი, ერთ-ერთი გენიალური კომპოზიტორი წინა თაობის და წინა საუკუნის მართლა თვალსაჩინო წარმომადგენელი და თითქმის ეხა წინა საუკუნის კომპოზიტორი არსებობდა და არ არსებობს, რომლის შემოქმედებასაც არ შევხებოდით რა და მე წარმოიდგინე ვიმუშავეთ ძალიან მაგრად. ეხლა ამ კონცერტზე თქო რა, ანუ აი ბმაშია და კვეთაშია უშუალოდ აი ამ ხალხთან, აი გოგი დოლიძესთან, რაღაცა თავგასასთან, გია ჭირაქაძესთან, გურამ თამაზაშვილთან, როგორი კონტაქტით შეიძლება დამყარდეს? როგორი კონტაქტით შეიძლება მუსიკალური დამყარდეს ამ ტიპებთან და ამ ხო რა, მაგარ ბიჭებთან. აი ესე აქედან მოკლედ რეპერტუარი იქნება შერეული, შერეული რა თქმა უნდა. თქვენი რეპერტუარიდან განახლებული ვერსიები, თუმცა ყველაფერს აკეთებისიანმა ერთი ხელწერით მოაქცია. მოკლედ ერთი ფორმით წარმოდგენილი პროექტი გამოვიდა ქეთისა და წავყევით ჩვენც ესე აი რაღაცა მოწყურებული ის რო არის ხო ეს ირმების ჯოგი ასე ვთქვათ ირმების ოღონდ და წყარო ანკარა შეგაგებათ შეგვაგება და ჩვენც ესე მოკლედ кайხნის წყურვალები ჩვენი მსმენელები რეპეტიციები დაიწყეთ უკვე რეპეტიციები 24 საათიანი რეპეტიციებია 3 თვეა 3 თვეა ხო ბოლოში გასული კი ბატონო გავედით ბოლოში 2 დღეში უკვე კონცერტი გვაქვს და ვიცი მზადყოფნაში ვარ ისევ ისეთი მღელვარებაა როგორც ყოველთვის ამხელა გამოცდილების შემდეგ. რა თქმა უნდა, ეხლა მით უმეტეს რომ სამხელა პაუზა და ბევრი რაღაცა გვაქვს საქმელი რა, როგორც შემოქმედებითად რა, აი წარმოიდგინე ხა. ჯერ რაც შეიძლება რომ ყველა ესეთ კარგ და ისეთ საინტერესო საქმეს ყოველთვის ისეთ გვერდით მოსიარულე და მოსიარულე მომზირალი ხალხი რომ ყოველთვის ეგონათ რომ ეხლა დაიშლებიან და 30 წელი ერთად მოვდივარ და არა პირიქით მე ვფიქრობ რომ ეს ქართული ხმები ბრენდი როგორც ასეთი გიფიქრია თქვენ 100 წლის შემდეგ თქვენი სახელი უნდა ატარონ მე ვფიქრობ რომ რავი ხა თავიდანვე ხა სწორად გამიგე რა ის ისეთი განუმეორებელი ტიპები იყო რომ რავი ხა ჩვენ ხო გეუბნები რომ სახელს
რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უთხილდებით და ატარებთ და უნივერსიტეტი რო გვერქვა რა და უნივერსიტეტით დავიწყეთ ჩვენ რა. ანსამბლე უნივერსიტეტი. ანსამბლე უნივერსიტეტი მაშინაც არ აკვდა ეხა ანსამბლს პოპულარობა, იმიტომ რომ მაშინაც ქართული ხმების შვილების თაობა იყო იქ გარკვეულწილად და ძალიან დიდი შემოგროვება იყო და მოკლედ რა ვიცი. რაღაცას გავაკეთებდით იმ სახელითაც რა, მაგრამ ხა როცა უკვე ესე მოხდა, აი ჩვენ რა ვიცი, მომავალში რა იქნება, როგორ იქნება, არ ვიცი. მომავალში იქნება ძალიან ახლო მომავალში. ეხა სერიალებივით არ მინდა რომ იყოს ეს, ხო, რა ხო ხდება და რაღაცა. 20-21 ივნისი ეს არის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი. ქართული ხმების სოლო პროექტი, რომელზეც ძალიან დიდი სიამოვნებით დარბაზიდან გულშემატკივრებთ ჩემს ძმებს და მინდა ხმა აპლოდისმენტები და სიცილი რა თქმა უნდა. მოკლედ წარმატებები მინდა გისურვოთ მოკითხვა ყველას. დიდხანს აღარ მინდა შეგაყოვნოთ, რადგან უამრავი საქმე გაქვთ წინ და ძალიან ახლოსაა კონცერტი. მიყვარხართ, მე იმედებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში კოლეგა შემოადგენლობა ასე გეიმედებოდეს. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ გამოწვეული ხელისთვის და იმ გვერდით დგომისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც მე თქვენგან გვგრძნობ. წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ნახვამდის.